ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებმა და გლობალურ ბაზარზე საწვავის საოცრად მერყევმა ფასებმა კიდევ უფრო გააქტიურა და გააქტუალურა თემა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ენერგოდამოუკიდებლობა. ენერგოუსაფრთხოება, რომელიც დღეს უკვე ცალსახად მხოლოდ ეკონომიკური ტერმინი აღარ არის, ეს ქვეყნის სტაბილურობის გარანტია. სწორედ ამიტომ დღეს მინდა გიამბოთ პროექტზე, რომელიც საქართველოსთვის სრულიად ახალ პერსპექტივას აჩენს. გიყვებით კომპანია Black Sea პეტროლიუმზე, რომელიც დასავლეთ საქართველოში პატარა ფოთსა და ყულებს შორის იდეაში ეს უფრო ყულევის ტერიტორიად მოიაზრება, აშენებს საქართველოში პირველ სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ჩვენ მოგვეცა საშუალება დაგვეთვალიერებინა როგორც თავად ქარხანა, ასევე ტერიტორია, სადაც გრძელდება ინვესტიციები. სულ რაღაც 3 წლის წინ მინდა ნახოთ ეს კადრები. აი ეს ადგილი ჭაობის ჭალებით იყო დაფარული, ფოთისთვის დამახასიათებელი ლანდშაფტია, ეხლა რასაც ხედავთ, სადაც რაიმე ინდუსტრიული მშენებლობის წარმოდგენაც კი რთული იყო. დღეს კი სურათი რადიკალურად შეცვლილია არასრული 3 წლის თავზე. BSP-ს გუნდმა მოახერხა ქარხნის ამუშავება. პირველი ფაზა დასრულებულია და წელიწადში 1,200,000 ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავებას ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურაც სრულად გამართულია, ადგილზე 500-მდე ადამიანია დასაქმებული. ციფრებით დამბეჭდავია კომპანიას მხოლოდ ხელფასების სახით 90 მილიონ ლარზე მეტი აქვს გაცემული, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანებმა 40 მილიონს გადააჭარბა და ეს მხოლოდ დასაწყისია. მომდევნო 3 წელიწადში ინვესტიციების საერთო მოცულობა 700 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. პროექტის ირგვლივ იყო ბევრი კითხვა. ხშირად შეცდომითაც აღნიშნულ კომპლექს პორტატას მოიხსენიებდნენ. სინამდვილეში ეს არის ურთულესი საინჟინრო კომპლექსი, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს და დაკავშირებულიც არის აზერბაიჯანულ სოკართან. მათი ინფრასტრუქტურა, ანუ BSP-ს ინფრასტრუქტურა 20 კილომეტრიანი მილსადენით უკავშირდება თავად სოკარის კომპლექსს. თავად ქარხნის ტერიტორიაზე 75 კილომეტრის სიგრძის მილებია უკვე და 300 კილომეტრზე მეტის კაბელია გაყვანილი. მოკლედ, ტექნიკური პარამეტრები შთამბეჭდავია, თუმცა მთავარი მაინც შინაარსია. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ჩემთვის პირადად განვითარების 4 ძირითად პრინციპს ეფუძნება. ეს არის ენერგოდამოუკიდებლობა, ეკონომიკური ზრდა, საექსპორტო პოტენციალი, დიახ და ახალი სამუშაო ადგილები, რომელიც სრულიად ახალ პროფესიებს და საინჟინრო მიმართულებებს თვისებრივად განავითარებს საქართველოში. ამ პროექტის მიღმა დგას ადამიანების, ინვესტორების ჯგუფი. მათგან ერთ-ერთი იყო ჩვენი მასპინძელი დავით ფოცხერია თქვენს წინაშე, რომელმაც ბოლო 3 წელიწადი სრულად პარტნიორებთან ერთად და გუნდთან ერთად მიუძღვნა თავი აი ამ საქმეს და ადგილზე სწორედ Black Sea პეტროლიუმის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ფოცხერიამ გვიმასპინძლა. დანარჩენი ერთად ვნახოთ ეთერში. ნებისმიერი ბიზნესი დგება რაღაცა საფუძველზე, საძირკველზე და დარწმუნებული ვარ, Black Sea პეტროლიუმსაც რაღაცა მისია და მიზანი აქვს განსაზღვრული და რაში მდგომარეობს ამ ბიზნესის ეს მისია? Black Sea პეტროლიუმის თავარი მისია უნდა ითქვას, რომ არის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ფრონტზე მოძლიერება, ესე რომ ვთქვა, თავისი წვლილის შეტანა ამ საკითხში და ავტომატურად ეს გულისხმობს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებასაც. ხო, როგორ აპირებს ამის ყველაფრის გაკეთებას Black Sea პეტროლიუმი, ეს არის ჯერ ეს პირველი ეტაპია, პირველი ფაზა არის ამ რთული ტექნოლოგიური და სრული ციკლის ნავთობგადამუშავების მშენებლობის და ესე ვთქვათ, გაშვების ფაზებად გვაქვს დაყოფილი, იცით. ჩვენ როგორც კი მივახსევთ Euro 5 სტანდარტის საწვავების გამოშვებას, ჩვენ ავტომატურად დავფარავთ სრულად საქართველოს ბაზარს და გვექნება კიდევ საექსპორტო მოცულობების პროდუქტის შესაბამისად. ეს არის უკვე ის, ესე ვთქვათ, ინსტრუმენტი, რითიც ჩვენ ამ მისიის შესრულებას გეგმავთ. რას იღებს საქართველოს ეკონომიკა პროცესით ამ კომპლექსის მშენებლობისა და საბოლოო ჯამში მისიიდან გამომდინარე, რაც Black Sea პეტროლიუმს აქვს აღებული? ჩვენ ამ საწარმოს, ჩვენ როგორც საქართველოს ქვეყანას გულისხმობ ამ შემთხვევაში და არა როგორც Black Sea პეტროლიუმს, საქართველოს ჩვენ ქვეყანას ამ შემთხვევაში ექნება შესაძლებლობა, რომ არ იყოს, ესე ვთქვათ,
სხვადასხვა პროდუქტების, სხვადასხვა იმპორტირებული საკითხებზე დამოკიდებული, არამედ ერთი ნედლეულის დღესდღეობით მაგაზე მაინც იმპორტირებული დაგვრჩება რა, თუმცა საქართველოში ვითარდება ნავთობმოპოვება, ჩვენ ძალიან გულშემატკივრობთ ამას, რასაკვირველია და იმედია რომ მივალთ ერთ დღეს იქამდე რომ იქნება და სრულად ქართული ნედლეულით იყოს რა ქარხანა, ხო? მომარაგებული. თუმცა ამ ეტაპზე იქნება რა რომ მხოლოდ და მხოლოდ ნედლეული რჩება იმპორტირებული, რომლის დივერსიფიცირებაც უკვე სრულიად სხვა სიმარტივესთანაა დაკავშირებული და ავტომატურად ფასების სტაბილურობა, ეხლა მაღალი დაბალი ფასი ეს ხო საბაზრო ეკონომიკა, სოფლიო ეკონომიკა ჩვენ ესე ცალკე ამოგლეჯილად ვერ ვიოპერირებთ, ხო რასაკვირველია. მაგრამ ამ ფაზების სტაბილურობა, სამართლიანობა და ასე ვთქვათ, გარეშე მანიპულაციებზე ნაკლებად მოწყვლადობა, ესე რომ ვთქვათ, ეს იქნება არა აქვს მნიშვნელობა ეს რაღაცა ვთქვათ, ცუდი განზრახით იქნება უბრალოდ ზოგად საბაზრო ვითარებით, მაგას არა, ჩვენს არის ჩვენი კეთილდღეობა, ხო, როგორც ქვეყნის მოსახლეობის. ხომ მნიშვნელოვანი შესაბამისად ამაში ძალიან დიდ სიძლიერეს გვაძლევს. ნედლეული, რომელიც დარჩება საბოლოო ჯამში, ამის ერთადერთ იმპორტირებულ პროდუქტად. რა პროდუქციას გამოუშვებს საბოლოო ჯამში Black-Sea პეტროლეუმი საქართველოში, რომელიც ჯერ საქართველოს და შემდგომ უკვე საექსპორტო ბაზრებზე გავა. კი ბატონო. მოდით ყველაზე მარტივით რო დავიწყოთ, ესე რომ ვთქვათ, ყველაზე ცნობადი პროდუქციით ესაა საავტომობილო საწვავი. როგორც ბენზინი, სხვადასხვა კლასის, ისე დიზელი. ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დეფიციტურია სხვათა შორის საავიაციო საწვავი. ზოგადად ბაზარზე ესე ვთქვათ დეფიციტურია და რეგიონში სრულად იმპორტირებულია, აი ჩვენი მეგობარი და მეზობელი აზერბაიჯანიც კი ხშირ შემთხვევაში ახორციელებს იმპორტს. ეს არის საბაზისო და საყოფაცხოვრებო და ყოველდღიური პროდუქცია რაც არის. ამის გარდა ჩვენ გაზის წარმოება გვექნება, გოგირდის ზოგადად ჩვენი საწარმო ნოლი დანაკარგი იქნება, ესე ვთქვათ რა, საბოლოო ეტაპი, დიახ, საბოლოო ეტაპი. უდანაკარგო წარმოება. სრულიად უდანაკარგო წარმოება იქნება რა. ბიტუმი ძალიან მნიშვნელოვანი, არ უნდა გამომრჩეს რა, საგზაო ბიტუმი, რომელიც ხო დღევანდელი ცივილიზაცია, დიახ. პიკურ მომენტში აქ დასაქმებული იყო აი ამ 3 წლის განმავლობაში 1500-დან 1600-მდე ადამიანი, მონაცვლეობიდან გამომდინარე პროექტის დატვირთვისა, დღეს რა ხდება დასაქმების თვალსაზრისით და რას ძენს ეს საქართველოს კიდევ ამ კუთხით. იყო მომენტები, როცა ამაზე მეტი, იყო მომენტები, რასაკვირველია, როცა ამაზე ნაკლები ადამიანი იყო დასაქმებული, თუმცა საშუალოდ 1500 ადამიანს ეს აღწევდა. ჩვენ ნახევარზე მეტი დასაქმებული ყავდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. ამაში იყო როგორც ესე ვთქვათ, როგორც რეგიონიდან ადგილობრივი კადრები, ისე სრულიად საქართველოს მასშტაბით და ისე მინდა აღვნიშნო, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყო და სასიამოვნო და რაღაცნაირად ხაზგასასმელია, უცხოეთში მოღვაწე ქართველებიც არც თუ ისე ცოტა იყვნენ სხვადასხვა მიმართულებით რა, დაწყებული ეხაც წარმოების ნაწილში და ასევე ესე ვთქვათ სამშენებლო ეტაპზე რა. წარმოების დაწყებამდე უკვე ნელ-ნელა კლება დაიწყო, რასაკვირველია ამ რაოდენობამ. ეხლა მიმდინარე ეტაპზე რა, საოპერაციო მიმართულებით დაახლოებით 500-მდე ადამიანს 350-დან 500-მდე მერყეობს ეს ციფრი ადამიანების, რომლებიც არიან დასაქმებულები. აქაც აი ალბათ 70-80% საქართველოს მოქალაქე არის დასაქმებული, რაც ასევე საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო რა, გამომდინარე სპეციფიკიდან უბრალოდ ამ პროექტისა რა. თუმცა ჩვენ ამ უნიჭიერესი ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი გენის და ნიჭის წყალობით ძალიან ბევრმა თავიდან ნოლიდან აითვისა ბევრი რამე, ძალიან ბევრი თქვა სხვა კვალიფიკაციით გადამზადდა და უკვე თქვა სხვა კვალიფიკაცია შეიძინეს, რაც თქვა ჩვენ საჭიროებებს, ტექნოლოგიურს და სტანდარტებს შეესაბამებოდა და სამშენებლო თემას რაც შეეხება 100-200 ადამიანი მინიმუმ ესე ვთქვათ ამ ფარგლებში სულ მაინც დასაქმებულია ხოლმე რა, იმიტომ რომ ჩვენ დიახ, იმიტომ რომ ჩვენ მუდმივად ვართ
როგორც ესე ვთქვათ, ამ საოპერაციო პროცესში, ისე გაფართოების და სამშენებლო პროცესში რა და ეხლა რაც ვახსენე 500-დან 700 ადამიანამდე კი გამოდის, რაც დღეს ეხლა ჩვენ ვაკვართ, ხო, უშავთ. ამას გარდა გვაქვს ძალიან მაღალ ტექნოლოგიური მართვის სისტემები რა, ასე ვთქვათ, კომპიუტერულად და თანამედროვე სტანდარტებით იმართება ეს ყველაფერი, შესაბამისად ესეც განაპირობებს ამას. ჩვენ შეგვიძლია უკვე იდეაში გადავინაცვლოთ შიგნით ტერიტორიაზე, სადაც ჩემი შემდეგი კითხვა იქნება PSP-ს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. რას ფლობს, როგორ ფლობს და თან ადგილზეც ვნახოთ ყველაფერს. ჩვენი ერთ. წავედი. დიდი სიამოვნებით. ეს გახლავთ გიორგი უკვე თავარი ტექნოლოგიური არეალი, სადაც მიმდინარეობს ნედლი ნავთობის გამოხდა გადამუშავების პროცესი, კი ბატონო და უკვე შემდგომ ფრაქციებად დაყოფა, რაც არის ამ ეტაპზე ჩვენ ვაწარმოებთ ნაფტა, დიზელი მაღალგოგირდიანი, რომელიც შემდეგ დამუშავებით უკვე საავტომობილო Euro 5 სტანდარტის გოგირდად მოგვევლინება შემდეგი ბლოკების არსებობის დროს და ასევე მაზუთი, რომელიც უკვე შემდგომ ვაკუუმის ჩვენ ტექნოლოგიურ ციკლზე თუ ვისაუბრობთ, იქ ვაკუუმურ გადამუშავებას, რასაც ვამატებთ, უკვე საკმაოდ მალე იმ წლის დასაწყისში უნდა გქონდეს 2027 წლის დასაწყისში ჩვენ ვაკუუმის გადამუშავება, უნდა გქონდეს ბიტუმის გადამუშავება და უკვე პროდუქციის ესე ვთქვათ მრავალფეროვნება. ამას უკვე დაემატება ვაკუუმის გადამუშავება ამ წარმადობის და ამას გარდა ესეთივე ოღონდ უკვე 3ჯერ დიდი ბლოკი დაემატება, რაც ფაქტობრივად 4ჯერ გაზრდილ წარმადობას მოგცემს, რასაც მოვიაზრებთ სავარაუდოდ წელიწადნახევრის ვადაში, ან 2028 წლის დასაწყისში გვინდა რომ უკვე ჩაუშვათ წარმოებაში უკვე ის ახალი ბლოკიც. რა საინვესტიციო მოცულობებზეა საუბარი ჯამში კომპლექსიდან გამომდინარე? არსებული მდგომარეობით უკვე ინვესტიცია $150 მილიონ გასცდა, 400 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა უკვე და ესე ვთქვათ, ჩვენ ინტერესია რომ რაც შეიძლება მალე 9 მილიარდ ლარს გადააჭარბოს ეს რატო ვამბობ ამას, რომ ჩვენი ეს აგრესიული ესე ვთქვათ ვადების პოლიტიკიდან გამომდინარე, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიდეთ იმ საბოლოო დანიშნულების ადგილამდე, რაზეც ჩვენ თავიდან ვისაუბრეთ რა, Euro 5-ის პროდუქტის წარმოება, შიდა ბაზრის სრულად მომარაგება, ინფრასტრუქტურას რაც შეეხება ჩვენ აღნიშნულ ტერიტორიაზე 60 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის ნაკვეთი ავიღეთ თავის დროზე საინვესტიციო ვალდებულებით, რომელიც $30 მილიონ შეადგენდა და ეს უკვე ბევრ გზის გადავაჭარბეთ ჩვენ საინვესტიციო ვალდებულებას. ამასთანავე ჩვენ გავაფართოვეთ ჩვენი საპროექტო არეალი და ეს უკვე 200 ჰექტარს მიუახლოვდა, რის ათვისებასაც გეგმავთ უახლოეს წლებში. ეხლა თქვენ რასაც უყურებთ, ეს არის ტუმბოების სართული, ეს არის უმაღლესი, ესე ვთქვათ, ტექნოლოგიური სტანდარტების გერმანული ტუმბოები, რომელიც ესე ვთქვათ, როგორც გამძლეობით, ისე საწარმო სიზუსტით და ასე ვთქვათ, მაღალ ტექნოლოგიურობით გამოირჩევა. ასევე აი რასაც აქამდე ვახსენებდით, მართვის პრინციპები, რომ ეს ყველაფერი იყოს, ასე ვთქვათ, კომპიუტერიზირებული და ცენტრალური მართვის ბლოკებიდან მართული რა. სადაც ჩვენ ვიმყოფებით, არის იმ პირველი ფაზის საოპერაციო ნაწილი და ხმაური, რომელიც 1,200,000 ტონის გადამუშავებას ნიშნავს, ხო? გახლავთ, ეს ის არარსებული და არამუშავებული უბოლო ქარხნის ხმაური გახლავთ, რომელიც სხვათა შორის ჩვენ აი გარე პერიმეტრს რო შევეხებით, მე აუცილებლად მინდა გაჩვენოთ ჩვენი წყალგამწმენდი ნაგებობა, ასევე გაზების დახურული დაწვის ნაგებობა და ზოგადად საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება ჩვენი საწარმოს, ესე ვთქვათ, ეკოლოგიური ხარეც. აქამდე ხო ვისაუბრეთ იგივე ავტომატიზაციაზე, დანადგარებზე, ხო? ეკოლოგიური სისუფთავის მხრივაც ეს არის, აი, ასე ვთქვათ, რაღაცა მოწინავე სტანდარტები თუ კი რამე არსებობს. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ამ სტანდარტებს უპასუხოთ და
დიდწილად მე მგონი გამოზდის კიდეც რა ჩვენს გუნდს ამის გაკეთება. საინვესტიციო თანხების მოზიდვებს შორის სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ჩანს საქართველოს განვითარების ფონდი, ყოფილი საპარტნიორო ფონდი. რამ გადაგაწყვეტინათ მათთვის მიგემართათ? მით უმეტეს ეხლა არა, მაგრამ აუცილებლად მექნება კითხვა, რატომ აღარ სარგებლობთ თავისუფალი ეკონომიკური ზონით, მაგრამ ამაზე მოგვიანებით რატომ საქართველოს განვითარების ფონდი და რა როლი აქვს მას თქვენ საინვესტიციო სტრუქტურა პორტფელში? ჩემი აზრით, თვითონ სახელი ამ ფონდის ერთის მხრივ თავისით პასუხობს, რატო შეიძლება ჩვენი მსგავსი პროექტი ჩვენს ქვეყანაში იქნეს თანადაფინანსებული, ასე ვთქვათ, სესხი იქნეს გაცემული აღნიშნული სტრუქტურიდან, ხო, იმიტომ რომ ჩემი აზრით ერთ-ერთი კორელირებს მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს განვითარებასთან, რა. რაც შეეხება რატომ ჩვენ ბაზარზე, ესე ვთქვათ, სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტს მივაკითხეთ, ფინანსური სახსრების მობილიზების, ესე ვთქვათ, მიზნით, ერთ-ერთი არის საპარტნიორო ფონდი, რაც აღნიშნე, სინდიცირებული სესხი გვაქვს ჩვენ, რომელშიც, ესე ვთქვათ, არის რამოდენიმე ბანკი გაერთიანებული, მათ შორის აღნიშნული და ჩვენ, ესე ვთქვათ, ჩვენი კაპიტალური დანახარჯები შედარებით, ესე ვთქვათ, ჩვენზე წნეხი შეგვემცირებინა და გამოგვეყენებინა საკრედიტო ხაზები, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ამ აღნიშნული ინვესტიციის უდიდესი ნაწილი, ნახევარზე მეტი კლასიკურ შემთხვევებში, ხო, თანამედროვე სამყაროში როგორ ხდება დაახლოებით 70-30-ზე არის ხოლმე პროპორცია, ესე ვთქვათ, საბანკო და სასესხო კაპიტალის და ასე ვთქვათ, პირადი კაპიტალის. ჩვენ შემთხვევაში ეს არის პირიქით. 70 არის პირადი მოზიდული თანხები და თუმცა ესეც თქვენ ეს 70-თან ბევრი გამოდის, 100 მილიონ დოლარზე მეტია და შესაბამისად ეს კიდევ ერთი პასუხია რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ყველა არსებული შესაძლებლობა, რაც არსებობდა ჩვენს ბაზარზე და ასე ვთქვათ, საქართველოში შევეცადეთ რომ გამოგვეყენებინა. რამდენად ავა თუ კარგად მოვახერხეთ, ეგ უკვე ჩვენ მარიფატზეა და ეს მაგრამ ნუ ჩვენ შევეცადეთ. თუმცა თუ სწორად გავიგე, მაინც ესხის კატეგორიაში გადის თქვენთვის საბოლოო ჯამში ეს საერთო პორტფელის ნაწილი. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო იყოს ისეთ მეგაპროექტში, როგორიც PSP-ს. განსაკუთრებელია, როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი დაფინანსება არის საკუთარი კაპიტალი, სესხი. ეს სესხი მოდის სინდიცირებული სესხი გახლავთ, რომელშიც როგორც უკვე აღვნიშნე ფონდი, რამოდენიმე ბანკი, ასე ვთქვათ, თანაბარ პირობებში ჩვენთვის მონაწილეობენ და სრულიად საბაზრო, ესე ვთქვათ, ხელშეკრულება გვაქვს, შევა ხშირ შემთხვევაში ჩვენი ფინანსური დირექტორის აზრით ცოტათი ძვირი ფინანსებიც კი ხოლმე რა. ორ მნიშვნელოვან თემას სანამ ჩამოვიდოდი თქვენამდე, რაც აღმოვაჩინე ამ პროექტში, აშკარად კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ჩემი აზრით პროექტის სიცოცხლის უნარიანობისთვის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელიც სასახად ჩანს და მე არ ვიცოდი აქაურობა მიუხედავად იმისა, რომ ფოთს და მის შემოგარენს ცუდად არ ვიცნობ, ესე დაზუსტებით აქაურობა, აი პატარა ფოთის ეს მიდამოები არ ვიცოდი და მეორე დათა, რაც უკვე ვნახე თქვენი ურთიერთობა სოკართან. მინდა დავიწყო ჯერ სარკინიგზო მიმართულებით. რამდენად მნიშვნელოვანია და კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეს თემა? ნუ, განსაკუთრებელია რკინიგზა, ისევე როგორც ჩვენ შემთხვევაში ზღვა, ხო, ეს არის ორი ძირითადი არტერია. ჩვენ გვაქვს ასევე ავტომობილის მიღების შესაძლებლობა და ეს ინფრასტრუქტურა სამივე მიმართულება ეტაპ-ეტაპ უფრო და უფრო გავითარდება, მით უმეტეს იგივე ვთქვათ, შიდა ბაზრის მომარაგებას, როდესაც დავიწყებთ უკვე საბოლოო მოხმარების პროდუქტებით. თუმცა რკინიგზა, რაც ამ შემთხვევაში ჩვენ ვახსენეთ, ეს არის, ნუ, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი არტერია, ისევე გავმეორდები ზღვასთან ერთად. განსაკუთრებელია რკინიგზა ვითარდება და კიდევ უფრო გაფართოვდება და ჩვენ გვაქვს ამაზე აქტიური კონსულტაციები, განსაკუთრებელია სხვაგვარად ეხა ნებისმიერი ინვესტორისთვის, ხო? თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა და ეხა ამხელა ინვესტიციების განხორციელება ბრმად, განსაკუთრებელია გაუმართლებელი იქნებოდა რა და ელემენტარულად ჩემი როგორც
გენერალური დირექტორის ჩვენი კომპანიის მოვალეობაა, რომ ეს ყველა ხო რაღაცა სტრატეგიული რისკები და ინფრასტრუქტურის საკითხებიც ყველაფერი წინსწრებით იქნეს გადაზღვეულ, გადამოწმებულ და თუ საჭიროა დაკორექტირებული. რკინიგზაზე მიმდინარეობს, ჩვენ ვიცით საქართველოს მასშტაბით სხვა პროექტები, რაც ჩვენთვის კიდე გავმეორდები ფაქტობრივად, მაგრამ უნიშნულოვანესია, მოკლედ იქიდან გამომდინარე, რაც უკვე ვახსენე. ბატონ სოკარი. სოკარი, ზუსტად სოკარამდე სოკართან მივდიოდი ზუსტად რა და სოკარის შემთხვევა არის შემდეგნაირი, რომ ფაქტობრივად აი ლოკაცია რაც ვახსენე, ხო? ესე იგი რკინიგზა არსებულია, კი განვითარდება, კი ჩვენ ესე ვთქვათ შიდა ინფრასტრუქტურას განვავითარებთ სარკინიგზოს, თუმცა ეს ძალიან დიდი ფორა იყო, როგორც ითქვიან რა ჩვენთვის. სოკარის ინფრასტრუქტურა ასევე შემინდია ვთქვა, რომ ჩვენი საწარმოს აი ამ უკვე საოპერაციო ეტაპამდე მისვლა, ხო? სატესტო რეჟიმში და ამ გამოსაცდელ და ამ სხვა რეჟიმებში დროული და ესეთი სწრაფი მისვლა ამანაც უზრუნველყო ერთის მხრივ რა, რომ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა სოკარის უკვე არსებულ ყულევის ტერმინალზე, ასე ვთქვათ, დაერთების პირდაპირ გაგებით, ხო ეს ჩვენი მილსადენი, რაც ასე ვთქვათ, იქიდან მოდის ნედლეული, აქედან მიდის პროდუქტები, ჯამში ეს არის დაახლოებით 20 კილომეტრი მილსადენი არის მხოლოდ ჩვენს და სოკარს შორის და ჯამურად საწარმოში არის 75 კილომეტრი მილსადენი. რახან ესეთ ციფრებს შევეხეთ, კაბელი რო იცოდე გიორგი, რაც აქ ჩვენ გამოყენებული გვაქვს, სხვადასხვა კვეთის, სხვა დანიშნულების დაახლოებით 300-ზე მეტი, დაახლოებით 320-325 კილომეტრი კაბელი არის გამოყენებული. აი კაბელის ესე ვთქვათ სატარებელი ინფრასტრუქტურა არის დაახლოებით ალბათ 50 კილომეტრზე მეტი. საკმაოდ მასშტაბური ეს არის რა, ასე ვთქვათ, ხო? აქ დახარჯული მეტალის ვახსენეთ ჩვენ 10,000 ტონა მეტალი არის, რაც აქ არის ამ ეტაპზე უკვე გამოყენებული და ჩვენთან საქართველოში ესე ვთქვათ ინსტალირებული, ხო? და ესე ვთქვათ ეს არის უკვე Black Sea Petroleum-ის იმ ინფრასტრუქტურის ნაწილი და საქართველოს ინფრასტრუქტურის ნაწილი, რაც უკვე აქ შეიქმნა. ჩვენ ახლა ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ სოკართან. აზერბაიჯანი როგორც ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა, ხო, რამდენი განხრით თანამშრომლობთ ჩვენი ქვეყანა, ისტორიულად, კი. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენის მხრივ ეს ლოკაციიდან გამომდინარე, ხო, ქვეყნების და ჩვენი კომპანიების რაღაცნაირი ლოგიკური ეს არის ჩვენი პარტნიორობა. რამაც კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დროში ძალიან დიდი შეღავათები მოგვცა, რომ ეს საწარმო კიდევ უფრო მალე აგვემუშავებინა. ჩვენ ასევე მინდა შევეხო ნავთობის მიმოსვლას, აი რკინიგზა ვახსენეთ ჩვენ, ხო? ჩვენ ნედლეულის მაქსიმალურად გაზდას ვაპირებთ რკინიგზით შემოტანილი ნედლეულის. ამაზე ჩვენ დიდი ხანია უკვე მუშაობთ. სამწუხაროდ და ჩემ და გასაკვირად გაჭირდა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის განხორციელება ჩვენი მიმართულებით. ამ შემთხვევაში თურქმენული ნავთობი მაქვს ხედულობაში, რომელზეც ჩვენ უკვე შეთანხმებას რამოდენიმე თვეა მივახციეთ, მაგრამ ჭიანურდება ჩვენ და სამწუხაროდ ამის ტრანსპორტირება, მაგრამ მე რასაკვირველია ვიმოდევნებ, რომ ძალიან მალე აწუყვე გადაწყდება ეს საკითხი და ჩვენ შევძლებთ, რომ უკვე ეს სარკინიგზო ჯაჭვი გავააქტიუროთ, რასაც მერე შემდეგ უკვე მოყვება ყაზახური ნავთობი და ასე შემდეგ. რატო თქვა BSP მოარიდა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსზე ეს არსებული პრივილეგია იყო, რომელსაც ბევრი უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორი საქართველოში ცდილობდა რომ მიეღო. მე პროექტის აღწერილობაში, ვიდრე თქვენამდე მოვიდოდი, ნახე რომ ეს ამ ყველაფრის ნაწილი ეს სტატუსი აღარ არის. ჩვენი არსებული, ესე ვთქვათ, საგადასახადო თუ ბიზნეს გარემო, გიორგი, საქართველოში, ხო, მოგეხსენება, უკვე საკმაოდ შეღავათიანი და საკმაოდ კომფორტული არის რა. შესაბამისად, ჩვენ ამ საკითხების აწონ-დაწონვისას, გასაკვირველია ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე ოპტიმიზაციის ნაწილში, ვერანაირი პრაგმატული, ესე ვთქვათ, საჭიროება ამ თიზის გამოყენების ვერ ვნახეთ. ეს არის მარტივი გარემოება, რატომაც ჩვენ ამაზე უარი ვთქვით და ასე ვთქვათ,
მოვაქციეთ ჩვენი კომპანია და იურიდიული პირი სტანდარტულ, ასე ვთქვათ, იურისდიქციაში და პირობებში. მე დამჭა ერთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ბიზნეს რისკებიდან გამომდინარე, რომელიც მრავლად არის და მით უმეტეს სფეროში და ინდუსტრიაში, რომელიც პირადად თქვენმა პარტნიორებმა აირჩიეთ, ეს უკავშირდება ნავთობს და ნავთობთან დაკავშირებით მოჭარბებულ რისკებს, მათ შორის სასანქციო რისკებსაც. მე მაინტერესებს საოპერაციო ნაწილში, იმიტომ რომ ვიცი რა clearance და სხვა თემები როგორ ხდება და რა რთულად ამასთან დაკავშირებით რა რაოდენობის იურისტები და ექსპერტები არიან ჩართულები, როგორ უწევთ საოპერაციო მართვას თემას, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ნავთობთან, რომელიც შესაძლოა იყოს სანქცირებული, ანუ იყოს პრობლემური. და რას გადის დათა ეს ყველაფერი? რაც შეეხება სანქციებს. ჩვენ იქამდე სანამ ასე ვთქვათ ჩვენს აუზებში მივიღებთ ნედლეულს, ეს ნედლეული გადის ბევრ გზის შემოწმებას. დაწყებული საბაჟო და შემოსავლების სამსახურის როგორც ნედლეულის წარმომავლობა, ისე სავაჭრო ჯაჭვები, ისე ტრანსპორტირების და ეს ლოგისტიკური მომწოდებლები და ამ ლოგისტიკის სერვისების ტრანსპორტირების სერვისის გამწევი კომპანიები, ხო, მთელი მდგენელები მოიკვლევა. შემდეგი, ესე ვთქვათ, ჭიშკრად შეგვიძლია აღვიქვათ ამ საკითხში სოკარის ტერმინალი, როგორც მოგეხსენება და როგორც მაყურებლისთვის ცნობილია ფიზიკურად ჩვენამდე შემოსვლა, ესე ვთქვათ, ნედლეულის და პროდუქციის გასვლა ხდება სწორედ სოკარის ტერმინალიდან. ხო, შესაბამისად სოკარის ტერმინალს უკვე თავის მხრივ აქვს მთელი რიგი რეგულაციები და უпростоრად ინსტრუმენტები, რომ არ დაირღვეს სასანქციო რეგულაციები, იქნება ეს საერთაშორისო, ხო, იქნება ეს ამერიკის, ევროკავშირის, ბრიტანეთის. დიახ. და ამ ყველაფერს დამატებით ვიტყვი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი საკმარისი იქნებოდა de facto რომ არ დაირღვეს, ესე ვთქვათ, სანქციები. გვაქვს ჩვენი KYC სისტემები, იცნობთ შენს მომხმარებელს როგორც უწოდებენ სისტემები, რომლებშიც გაწევრიანებული ვართ, ესე ვთქვათ, საწევრო გადასახადს ვიხდით, დაერთებული ვართ ამ ესე ვთქვათ, ინფორმაციულ ბაზაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა აღვნიშნოთ, რომ ბრიტანულ და შვეიცარიულ იურიდიულ ფირმებში ვიღებთ ეგრეთ წოდებულ იურიდიულ მსჯელობებს დასკვნებს, legal opinions ეძახიან, legal advice და legal opinions, რომელიც სხვათა შორის ბრიტანეთის ჩვენი პარტნიორი იურიდიული ფირმა ფინანსთა სამინისტროდან იღებს ლიცენზიას ამ opinion-ის გაცემაზე. ბრიტანეთის. კი. თან ხვდება, რომ ბრიტანეთის ესე ვთქვათ, როგორც ქვეყნის წარმომადგენლისგან ბრიტანულმა იურიდიულმა ფირმამ არ გასცეს რაიმე ისეთი ინსტრუქციები, რაც ესე ვთქვათ შეეწინააღმდეგება რაიმე მხრივ ამ სანქციებს, ხო? ამას ვითვალისწინებ და ამ ყველაფერს საოპერაციო დონის გარდა ვახორციელებთ ასევე ამ ყველაფრის დაარქივებას, რადგანაც აი ესეთი მე არ ვიცი ეს ხშირ შემთხვევაში ალბათ ჩვენ ქვეყნისთვის ახალი სფეროა, მაგასთან არის დაკავშირებული, მინდა მჯეროდეს სამწუხაროდ ხანდახან ვიხრები ხოლმე იმ აზრისკენ, რომ ბოროტი განზრახებით ხდება ეს манипуляციები და ჩვენ თავს ვიზღვევთ რა, ესე რომ ვთქვათ, როგორც ჩვენი კომპანიის, ისე ჩვენი ქვეყნის სახელს აი ამ დაარქივებით ელემენტარულად, ხო, მარტივად რო ვთქვათ, ჩვენ ყველა ოპერაციაზე გვაქვს საბუთი, რომ ეს ოპერაცია არანაირი მხრივ არაფერს არ არღვევს, ხო? და რაც შეეხება სხვათა შორის ირიბად შეიძლება ვთქვით შევეხები აი ამ ცილისწამებებს და манипуляციებს ამ საკითხებით რა, იმიტომ რომ ჩვენთან ხშირად კითხვები არ მოდის ხოლმე, მოდის ხოლმე რაღაცა ბრალდებები, ხშირად და ჩვენთანაც არ მოდის და ეს საჯაროვდება. ამ ყველაფერს ჩვენ შეგნებულად პოლემიკაში არ მივყვებით, ამას ჩვენ ვასწავლობთ ორი რამე. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და ვაკეთებთ ამას კეთილსინდისიერად
და ამასთანავე ამ ყველაფერს რასაკვირველია ექნება იურიდიული მსვლელობა რა. აი როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ გვყავს ბრიტანელი პარტნიორი იურიდიული ფირმა, რომელსაც უკვე მივმართეთ. მე როგორც პირადადაც მივმართე, ასე მივმართე ჩვენი კომპანიის სახელით. კი, იმიტომ რომ იქ არის ხოლმე სხვადასხვა გვარი ცილისწამებები და ამ ყველაფერზეც მიდის მოკვლევა და როგორც აღვნიშნე რა, მოკლედ რომ თქვა, შესაბამისი იურიდიული მსვლელობა მიეცემა. რუსული ნავთობის გარდა თქვენ წეგან აღნიშნეთ აზერბაიჯანთან კონტექსტში თურქმენეთიდან ნედლი ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობაზე. BSP რაზე მუშაობს, დათა რა რომელი ქვეყნებიდან არის გარანტირებულად შესაძლებელი ცხადია ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით ნედლი ნავთობის მიღება. კი ბატონო, საინტერესო კითხვა არის. ჩვენ როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან აქტიურად და ძალიან დიდი ხანია უკვე ამაზე ვმუშაობ. ჩვენ არ ველოდით სიმართლე რომ გითხრა გიორგი, რომ ეს საკითხი ესე გაიწელებოდა. თურქმენულს გულისხმობ, ხო? კი. ჩვენ თავარ გამოწვევად მაინც მივიჩნევდით ამ ნავთობის, ესე ვთქვათ, ამ ნავთობზე წვდომას, ვიდრე რასაკვირველია ამ ნავთობის საქართველოსამდე ტრანსპორტირებას, ხო? მე მგონი ლოგიკურია რა. ორი მეგობარ ქვეყანას შორის რასაკვირველია ეს იმედია ისედაც ეგრე მალევე კიდე მოგვარდება. თუმცა დიდი ხანი გაიწევა. ჩვენ რაზე ვმუშაობთ? ვმუშაობთ პირველ რიგში ამ თურქმენული ნავთობის ჩვენამდე მოღწევაზე ბანალურად. ასევე ვმუშაობთ, რომ ის სამუშაოები, რაც ჩვენ გაწეული გვაქვს ამ მოცულობით თვალსაზრისით, ამ ნავთობის გაზრდასთან დაკავშირებით, რომ სრულად ჩავანაცვლოთ ჩვენ არსებული რუსული ნედლეული, რაც რასაკვირველია ერთხელაც გავმეორდები და ბოლო ჯერ რომ რასაკვირველია ყველა ფორმის სანქციების დაცვით მეცაც გეტყვი. როცა რომელი სანქცია უფრო დაბალ პრაისკებს აწესებს, იმ სანქციას ვიცავთ. თუმცა რატო და ერთ ლოგიკურ გაგრძელებამდე მივყავართ რა ამას შეიძლება თუ გიორგი, რატომ ვცდილობ თუ ისედაც ვიცავთ ყველაფერს და შემოგვაქვს ეს რუსული ნედლეული, რატომ ვცდილობთ ესე აქტიურად, რატომ ესე ვთქვათ ვიბრძვით ამ ფრონტზე, რომ რაღაც გამოვატაროთ ეს თურქმენული ნავთობი, ხო? ლოგიკური კითხვაა რა, ეს ხო არ არის რაღაც თვითმიზნური, რომ რაღაცა ქვეყნის ნავთობი ან იყოს, ან არ იყოს რა. ძალიან მარტივი ახსნა აქვს ამას რა, ჩვენ არსებულ საოპერაციო რეჟიმში სარეალიზაციო ბაზრზე ამაზეც არის ხოლმე რა. ეს რუსული შემოდის, ევროპაში გაზდის, ხო, არ ვიცი, არ იღებს ეს ევროპა და ჩვენ როგორ უნდა გავქონდეს იქ, არ ვიცი, რომ არ მოგატყუო, მაგრამ არსებული დღევანდელი სარეალიზაციო ბაზრები ჩვენი არის როგორც აზია, პროდუქტების მიხედვით იყოფა რა, სხვა პრემიალური ბაზრებია სხვა რეგიონებში ჩვენი დღევანდელი კალათის პროდუქტების. ისე აფრიკის ქვეყნები, თურქეთი და იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ჩავანაცვლებთ სრულად ამ რუსულ ნავთობს და გადავალთ უკვე არარუსულ ჩვენი რეგიონის თურქმენულ, ყაზახურ, რა ვიცი, აზერბაიჯანულ ჩვენ აქამდე შემოგვიტანია და ისე გვინდა რომ შემოვიტანოთ და ვმუშაობთ ამაზეც. ქართული ნედლეული ამ ეტაპზე უკვე ვახსენეთ, რომ ძალიან მცირე რაოდენობის არის სამწუხაროდ, თუმცა იგეგმება და აქტიურად მიდის ამ რაოდენობების დაზეს მუშაობა. და რატომ ხო რომ დაუბრუნდე ამას? იმიტომ რომ ჩვენ გამომდინარე უკვე თურქმენული და აზერბაიჯანული და არარუსული ნედლეულის მიღებით გვეხსნება ევროპის ბაზრის შესაძლებლობა. რაც არის ჩვენთვის ძალიან ლოგიკური და საინტერესო. არის მოკლე ლოგისტიკური, ესე ვთქვათ, მხარე, როგორც დროის თვალსაზრისით, ისე ფასის თვალსაზრისით, რასაკვირველია და არის პრემიალური ბაზარი. შესაბამისად, თუ რატო ესე დაუღალავად ვიხწვით, რომ შემოვიტანოთ და ჩავანაცვლოთ სრულად რუსული ნავთობი, არის სწორედ ეს კომერციული გასაღების ბაზარი ნომერ პირველი რასაკვირველია, ევროპის სახით გადამხდები. რასაკვირველია, ეს შესაბამისად ძალიან პრაგმატული მდგენელები ქმნის აქ ამის, ხო? კომპანიები და ქვეყნები ვახსენეთ რა და ეს ჩვენი ექსპერტები როგორც მესიზავენ ხოლმე, რა ქვია, სხვა რეპლიკები გვესმის, არ მომუშავე ქარხნის, სხვათა შორის ჩვენ
ძალიან სახელგანთქმული კომპანიები ყავს უკვე ჩვენი კლიენტების, ესე ვთქვათ, მოქმედი კლიენტების ბაზაში, ნუსხაში. Saudi Aramco, როგორიც არის, ტრაფიგურა, როგორიც არის, უმსხვილესი სავაჭრო სატრეიდინგო კომპანია. შესაბამისად, ხანი ველთან პარტნიორობა არ გამოგჩეს და რომელიც მიწოდების კუთხით არ არის სხვა სტრატეგიული პარტნიორობა. და კი, მაგაზე კიდე ერთ საინტერესო ნიუანს მოგიყვები ფინანსირებასთან დაკავშირებით ანიველზე. და რაც შეეხება ამას, როგორც რატო გამახსენე, როგორც აღნიშნე, რომ სოკარი არ აიტკიებს აუტკივარ თავს რაღაცა და არც დაუდევრობით დიდად არ გამოირჩევიან დიდი კორპორაციები, ხო? იგივე შემილია ვთქვა რა, აი ვთქვათ Saudi Aramco-ზე, ტრაფიგურაზე, სხვა ბევრ უმსხვილეს კომპანიაზე, რომელთან ჩვენ თანამშრომლობთ. რატო შეიწყიდეს ის? როგორ შეიძლება მათ არ მომუშავე ქარხნიდან პირდაპირ ვთქვათ, ცილისწამების წილში მე უბრალოდ არ მინდა რომ თავის სახელები დავარქვა და აქ მაგაზე ყურადღება გამახსოვო. კრიმინალურ მოქმედებებზე არის ხოლმე რა, ხშირად ამას რომ მიეცეს თავის კვალიფიკაცია კრიმინალია, რასაც აბრალებენ ხოლმე რა ჩვენს საწარმოს. შესაბამისად, როგორ შეიძლება რომ აი ეს სოფლიო გიგანტები და კორპორაციები ამაში მონაწილეობას იღებდნენ და ამის ვინმე სჯეროდეს, ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია. ჰანიველი ახსენე და ძალიან მაგარი და საინტერესო შეხვედრა გქონდა ზუსტად რამოდენიმე დღის წინ, 2 დღის წინ იყვნენ ჩამოსულები ჩიკაგოს ოფისის ვიცე-პრეზიდენტი და ლონდონის ოფისის წარმომადგენლები. Ქონდა ძალიან აქტიური გრძელი შეხვედრები შემდეგ ფაზებზე თანამშრომლობის. ეხლა როგორც იცით, მიმდინარეობს საპროექტო ეტაპი და მომწოდებლების, ასე ვთქვათ, შერჩევის დასშემდეგ. თუმცა ჰანიველი თვითონ გვთავაზობს, გადაწყვეტებს, როგორიც არის, აი რაც თქვით, ხო, მართვის სისტემები და ავტომატიზაციის, ასევე დროის თვალსაზრისით, ეკონომიის თვალსაზრისით ისინი გვთავაზობენ როგორ მოწოდებას, იცით, ბლოკებად აქვთ აწყობილი, ანუ თავისთან საწარმოში აწყობენ ქარხანას. იმთავითვე განზრახვით, რომ ეს შემდეგ რაღაცა ტრანსპორტირებად ზომებად დაიშალოს, შემდეგ ეს ჩვენ შემოგვაქვს და ვაწყობთ. აი განსხვავებით ვთქვათ, წინა ეტაპისა, რომელიც სრულიად სხვა დროს და იმას მოითხოვდა, შეიძლება ამან ძალიან აგვისწრაფოს შემდეგი ეტაპების გაშვება და ამასთანავე ფინანსირებაზეც მინდა რა, რომ შევეხო, იმიტომ რომ მაგ შეხვედრის დიდი ნაწილი წაიღო ფინანსირების განხილვამ, არსებობს ესეთი სტრუქტურები ექსპორტ-იმპორტის ბანკი, მათ შორის ამერიკაში, რომლებიც ამერიკულ წარმოებას, ასე ვთქვათ, ხელს უწყობენ და აფინანსებენ. ბევრჯერ ხელსაყრელ პირობებში მოვიძიებთ მაგ შემთხვევაში ფინანსირებას, რაზეც როგორც აღნიშნე, უკვე აქტიურად მუშაობთ და